გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 8 ივლისია, თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. საჰაერო განგაში ოკუპირებულ აფხაზეთში ნატოს სამიტი დღე მეორე და ნატო საქართველოს ისტორია. ჩვენმა გუნდმა დღეს ეს თემები მოგიმზადათ. საჰაერო განგაში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაცია მომის საქართველოს ტერიტორიაზე მოიტანა. ფსოუს მერე განგაში სოხუმში გამოცხადდა. როცა ოკუპირებული ტერიტორიის დედაქალაქში განას დელეგაცია იმყოფებოდა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებდა, საჰაერო სივრცე უკრაინულმა დრონებმა დაარღვიეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფრიკული სახელმწიფოს წარმომადგენლების ვიზიტზე არანაირი შეფასება არ გაუკეთებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. დამატებით ჩვენ უწყებას კითხვით მივმართეთ და პასუხის შემთხვევაში ინფორმაციას განვაახლებთ. რაც შეეხება დრონებს, ისინი გულრიფშის და ოჩამჩირის თავზე დააფიქსირეს. მსხვერპლის და აფეთქების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როცა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ უფრო ხშირად ჩნდება უკრაინული დრონები, ანკარაში ნატოს სამიტი მიმდინარეობს, სადაც სწორედ შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოება და თავდაცვის უნარიანობის ზრდა განიხილება. საქართველოს იქ არ არის მიწვეული. ნატოს სამიტზე ძირითადი აქცენტი ალიანსის წევრი ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერის რეალურ სამხედრო სიძლიერად გარდაქმნის მექანიზმებზე გაკეთდა. რამდენიმე წევრმა ქვეყანამ კი ერთობლივ სამხედრო წარმოების დაწყებაზე მიაღწია შეთანხმებას. საუბარი შეეხო იმ ხარვეზების გასწორებას, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა. სამიტის მიმდინარეობისას VT-ს ცენტრალური რედაქციის ჟურნალისტმა ვალენტინა ვასილევმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რიადოსლავ სიკორსკისთან. კითხვებს შორის ერთ-ერთი რუსეთისგან მომავალ სავარაუდო საფრთხეზე იყო. I think were right to ფიქრობ შეიძლება რუსულ არმიას შევეშფოთებინეთ უკრაინაში შეჭრამდე. გვეგონა რომ პუტინს ყავდა მსოფლიოში მეორე არმია. მასაც ეგონა რომ ყავდა მსოფლიოში მეორე არმია. როგორც აღმოჩნდა, მას ყავს მეორე არმია უკრაინაში. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმის კეთება, რაც სწორია. ჩვენ ორი ახალი წევრით იმაზე ძლიერები ვართ ვიდრე ოდესმე. პუტინის სირთულეები კი ღრმავდება. ასე რომ მის ადგილას ნატოს არ გამოვცდიდი, მაგრამ მის ადგილას არც უკრაინაში შევიჭრებოდი. უკრაინა პეტრიოტის რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიას მიიღებს. გადაწყვეტილება ტრამპის ზელენსკის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ალიანსის შიგნით სამხედრო შესაძლებლობების გზაზე მსჯელობის პარალელურად სამიტზე განსაკუთრებული როლი ჰქონდა უკრაინას. უკვე ცნობილია, რომ ქვეყანა ალიანსისგან სამხედრო დახმარების სახით 70 მილიარდ ევროს მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე პირისპირ შეხვედრა გამართა, ბოლო კი დონალდ ტრამპთან იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ოვალური კაბინეტში გამართული გახმაურებული შეხვედრისგან დღემდე ვოლოდიმირ ზელენსკისთან მას კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. შეხვედრის მსვლელობისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ უკრაინის რუსეთის სიღრმეში შეჭრის შესაძლებლობასაც განიხილავენ. ესაა ესკალაცია, მაგრამ ამ ესკალაციას შეუძლია ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს, დაამატა დონალდ ტრამპმა. ახლა კი ნატოს საქართველოს ურთიერთობებზე უნდა ვისაუბროთ. როგორ მივიდა ჩვენი სახელმწიფო მდგომარეობამდე, როცა ნატოს სამიტზე აღარ ეძახიან და რას კარგავს საქართველოს ასეთ სიტუაციაში. საუბარ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთან ნინო გორგოძესთან გავაგრძელებ. ის უწყებაში 2007 წლიდან მუშაობდა, 2021-25 წლებში კი უშუალოდ ნატოს საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელობდა. გამარჯობა, მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩვენი მაყურებლისთვის. მოდი პირველ რიგში სამიტის 2 დღე შევაჯამოთ, რა გვაჩვენა ამ ორმა დღემ. მოგესალმებით, მადლობა რატი მოწვევისთვის. კი ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართა ჩვენს მეზობლად ანკარაში. გუშინ დაიწყო და დღეს არის უკვე დასკვნითი დღე და დღის ბოლოს ალბათ ველოდებით ერთობლივ დოკუმენტს, რომელსაც ალბათ ექნება ან დეკლარაციის ან კომუნიკეს ფორმა. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით იყო დატვირთული ეს 2 დღე, რომელიც მეტწილად გამომდინარეობდა უკრაინაში ომის შედეგად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან და იმ სტრატეგიული გადააზრებიდან, რაც ამ ომის შედეგად ნატოს ევროპელ და ატლანტიკურ მოკავშირეებში მოხდა, ესე ვთქვათ, და ეს საკითხები ეხება თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას და განმტკიცებას, თავდაცვის დანახარჯების ზრდას და ცალსახად უკრაინის მხარდაჭერას და სამიტის შემადგენლობაც მიუთითებს ამაზე. უკრაინის პრეზიდენტი წარმოდგენილია სამიტზე და გარკვეული პარტნიორებიც ასევე და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპამ ნელ-ნელა
მართალია ცოტა გვიანი, მაგრამ საკმაოდ ადეკვატურად დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები გახადოს უფრო თვითკმარი, დაეხმაროს მეტად აქტიურად უკრაინას და საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს სრული შესაძლებლობები იმისთვის, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ადეკვატურად მისცეს რეაგირება, ესე ვთქვათ. ვნახეთ გენდივნის განცხადება იმის შესახებ, რომ ათეულობით მილიარდი ევროს ინვესტიცია მოხდება ახალი შესყიდვების კონტრაქტებში, რაც გულისხმობს დრონ საწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას, საზღვაო უსაფრთხოების, საზღვაო თვალთვალის და ადრეული შეტყობინებების სისტემების განვითარებას. ახლა კი მტკივნეულ თემას შევეხოთ. როგორ მივიდა სახელმწიფო იქამდე, რომ ნატოს სამიტზე აღარ მონაწილეობთ? ცალსახად ყველაზე მტკივნეული ნაწილი და ყველაზე მტკივნეული შეკითხვა ყველა ქართველისთვის ალბათ არის სწორედ ეს, თუ რატომ არ არის საქართველოს წარმოდგენილი, რომ გულახდილად რომ გითხრათ, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე ლოგიკური გაგრძელება იყო ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, საქართველოს არც შარშანდელ ჰააგის სამიტზე იყო წარმოდგენილი და წელსაც განმეორდა იგივე და ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოს შესახებ ჩანაწერი არ მოხვდა ჰააგის დეკლარაციაში. გულისხმობ ბუქარესტის ცნობილ ჩანაწერს და დაპირებას, რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. სამწუხაროდ ჩვენ ეს ჩანაწერი ვერ ვიხილეთ გასული წლის დეკლარაციაში. ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რაც ცალსახად აქცევს ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ იზოლაციაში და ოფიციალურად გაცხადებული მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის ნაცვლად ვიღებთ სტრატეგიულ გაუგებრობას და ვხედავთ მოკავშირეების გარეშე დარჩენილ ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი რესურსით უზრუნველყოს თავდაცვის უნარიანობა და ამ დროს აღარ ყავს მეგობრები, მოკავშირეები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელს გაუწვდიან ამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აუცილებელი ასევე აღვნიშნოთ, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და შესაბამისად ნატოსთან პარტნიორობის კონტექსტში ქვეყნის როგორც სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე მის პოლიტიკურ მრწამს და საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას აქვს თანაბრად გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ ქვეყნის სტატუსს და იმიჯს, როგორც ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორის, ეს ცალსახად დადასტურდა მრავალეროვნულ მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობით და ქვეყანამ ამ პროცესით მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაიგროვა საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი. სამწუხაროდ დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილების ფონზე სამხედრო თანამშრომლობით დაგროვებული ამ კაპიტალის განიავება ხდება, ესე ვიტყოდი, და ეს აისახება ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯზე, პოლიტიკურ დიალოგზე, ვიცით რომ შეჩერებულია ნატოსთან პოლიტიკური დიალოგი და მეცაც ვიტყვი, ეს პროცესი არ დააზიანებს მხოლოდ ნატოსთან პოლიტიკური თანამშრომლობის პოლიტიკურ განზომილებას. შესაძლოა, რომ დღეს სამხედრო თანამშრომლობა და პრაქტიკული თანამშრომლობა მიმდინარეობს და უნდა მიმდინარეობდეს ცალსახად, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესები და დაზიანებული პოლიტიკური იმიჯი აუცილებლად მოახდენს გავლენას სამხედრო კომპონენტზე, ამ თანამშრომლობის პრაქტიკულ კომპონენტზე და ამის ნიშნებს დღესაც ვხედავთ მთელი რიგი პროექტები, ინიციატივები, მიმდინარეობები არის ან შეზღუდული, ან საერთოდ გაჩერებული, რაც აუცილებლად დაარტყამს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის სტატუსს და შესაძლებლობებს. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახლა ასეთ ტურბულენტურ დროს ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გქონდეს, რა კონკრეტულ სარგებელს მივიღებდით? საქართველოს არის იმ რეგიონის ნაწილი, რომლითაც არის საქართველოს და მთლიანად ამ რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლის შემდგომ, ხომ? და ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საქართველოს არ გააჩნია თვითკმარი შესაძლებლობები, რომ უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება. ასეთ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორი სანდო პარტნიორების და მოკავშირეების
კურსების სკოლას და ჩვენ წლების მანძილზე არსებულმა თანამშრომლობის დინამიკამ გვიჩვენა თუ რა მდენად მნიშვნელოვანი წვლილი შექონდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაღრმავებაში. შესაბამისად, ამ მიმართულების შეზღუდვამ და ვიტყოდი, რომ საერთოდ შეჩერებამ და ჩაკლამ აუცილებლად გამოიწვევს ეს ყველაფერი ნაკლებ თავდაცვის შესაძლებლობებს, ნაკლებ გადამზადებულ ჯარისკაცს, ნაკლებ უსაფრთხოების სექტორზე, უსაფრთხოების სექტორის ასე ვთქვათ, თავსებადობის აცდენას ევროპელ და ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და საბოლოო ჯამში აუცილებლად მივალთ ამ კუთხით იზოლაციამდეც, რაც ბუნებრივია, რომ მძიმე დარტყმა იქნება ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებისთვის. ამ კონტექსტში ნატოს დღის წესრიგიდან საქართველოს წაშლა არის ძალიან მტკივნეული სანახავი, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც წლების მანძილზე ჩართულები ვიყავით ამ პროცესებში, ხელს უწყობდით, ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება აქტიურად ყოფილიყო საქართველოს საკითხი ნატოს დღის წესრიგში, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. დღეს ამ მოცემულობის ნახვა, ვიტყოდი, რომ არის ტრაგიკული. საქართველო არ ფიგურირებს არც ერთ პოლიტიკურ ფორმატში ნატოსთან და პრაქტიკული ფორმატებიც გარკვეულწილად ინერციის პრინციპით მიდის წინ, რაც არც ისე სასიამოვნო და საიმედო პერსპექტივას უქმნის ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით. რაც სამწუხაროა. გმადლობ დროისთვის ჩვენ კითხვებს 2021-25 წლებში თავდაცვის სამინისტროს ნატოს საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო გორგოძე პასუხობდა. ინტერვიუ სრულად ჩვენს Facebook გვერდზე დაიდება. აქვე გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი Facebook და YouTube არხები VT საქართველოს News ლათინური ასოებით. ახლა ნატო საქართველოს თანამშრომლობის ისტორიას გადავხედოთ. როგორ დაიწყო პარტნიორობა, როგორ ვითარდებოდა ის და რა ხდება ახლა. ჩვენი ჟურნალისტი თინათი ნერაძე ისტორიის ორ პერსპექტივას დაგვანახებს: სამხედროს და სამოქალაქოს. გენერალ-მაიორი საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი 2013-2016 წლებში ვახტანგ კაპანაძე და ჩვენი კოლეგა, სამხედრო მიმომხილველი გიორგი ცხვიტავა აღადგენენ ღირსეული პარტნიორობის ისტორიას და გაანალიზებენ ორმხრივი სარგებელს, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა. სანამ ქართველი ჯარისკაცები ნატოს სამხედროებთან ერთად სწავლებებში მიიღებდნენ მონაწილეობას და ნატოს დროშა საქართველოს დროშასთან ერთად იფრიალებდა, ამ ურთიერთობამ დიდი ისტორია გამოიარა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა 10 წლეულებს ითვლის და შორეულ 1992 წელს იწყება, როცა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა. 2 წლის შემდეგ კი ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას შეუერთდა. წლების განმავლობაში კიდევ ბევრი საკვანძო მომენტი იყო და ყოველთვის ამ ურთიერთობაში ინტერესი ორმხრივი იყო. ჯეკი 90-იანებში ძალიან კარგად ესმოდა საქართველოს, რომ ნატო არ იყო მიზანი, ნატო იყო საშუალება აი ამ დამოუკიდებელი ერთიანი საქართველოს უსაფრთხოების მიღწევისთვის. ხოლო ნატოსთვის გარკვეული მნიშვნელობის ჰქონდა საქართველოს, რადგან თავის გეოგრაფიიდან გამომდინარე, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, დამარცხებული სინდრომიდან უნდა გამოსულიყავით აუცილებლად. ნატოს ოპერაციები ეხმარებოდა ქართულ ჯარს ზუსტად აი ამ სინდრომის დაძლევაში და ბალკანეთიდან მოყოლებული კოალიციური ოპერაცია მაგალითად ერახში, შემდეგ უკვე ავღანეთში, ხო? ამან მოუტანა ძალიან დიდი რეპუტაციული სიკეთე საქართველოს, არა მხოლოდ ჯარისკაცებს, არამედ მთლიანად ქვეყანას და ნატომ დაინახა ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოს. მაგალითად, ქართველი ჯარისკაცის როლი ნატოსთვის იყო მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ, მათზე მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი. 2004 წელს საქართველოს ხდება პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც ალიანსისგან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა მიიღო. 2006 წელს კი ალიანსმა ინტენსიური დიალოგის დაწყება შემოგთავაზა. შემდეგ იყო ცნობილი ბუქარესტის სამიტი, სადაც დეკლარაციაში ჩაიწერა პირობა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა. ამავე წელს შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია. 2014 წელს უელსის სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებას. 2016 წელს კი ვარშავის სამიტზე ალიანსმა დაადასტურა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის. მიახლოება აი ამის გადმოღება ქართულ შეღებულ ძალებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო დაწყებული კონცეფციებიდან, ფსიქოლოგიიდან,
ხედვიდან და ასე შემდეგ. ტაქტიკა მაინც დამოკიდებული არის იმ შეიარაღებაზე, რაც შენ გაგაჩნია. იმ შეიარაღებაზე აწყობ შენ ტაქტიკას, მაგრამ ზოგადად აზროვნება, სამხედრო აზროვნება, სამხედრო კონცეფცია, სერჟანტის როლი, იგივე გადაწყვეტილების მიღების სამხედრო დასავლური მეთოდი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისევე როგორც ლოგისტიკის მნიშვნელობა და ლოგისტიკის ოპერირება თანამედროვე ბრძოლის ველზე. ესე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ აი ეს სწავლებები ამისკენ იყო მიმართული. წლების განმავლობაში განხორციელებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამების შედეგად ქართული ჯარი სრულიად თავსებადი ხდება ნატოს ჯართან. ქართველი ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში და ყველგან მათი წვლილი გამორჩეულია. განწყობა იყო შემდეგი, რომ ნატოში გაწევრიანება ეს არის პოლიტიკური პროცესი. მაგრამ ყველა თვლიდა სამხედრო თვალსაზრისით ითვლებოდა, რომ ქართული ჯარი, ქართული შეიარაღებული ძალები არის აბსოლუტურად ინტეგრირებული ნატოს შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო კომპონენტში და ზოგიერთ ნაწილში უფრო წინაც კი იყო, ვიდრე ნატოს რამოდენიმე ქვეყანა. საქართველოს ნატოს 32 წლიანი ურთიერთობის თავზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2 წლის წინ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების განცხადება, რომ მათ გადაწყვიტეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ. შეჩერდა სამხედრო სწავლებები, მაგალითად ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეჩერდა ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა. სამწუხაროდ რადარებზე აღარ ჩანვართ, აღარ სიმციმეთ არ რადარზე. ახლა ვართ ლიმბოში, რაღაცა ნაცრისფერ ზონაში ვართ სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები მცირე ინტენსივობით მიმდინარეობს ფარდის მიღმა, მიმდინარეობს ეს ფაქტია. მაინც ვართ ლიმბოში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ძალაუფლებაში მყოფი ხალხის პოლიტიკას, თუ კი ამას პოლიტიკა ქვია, რომელიც უფრო იზოლაციისკენ არის მიმართული და არ არის მაგალითად აი ამ ძალიან სერიოზულ და მძიმე პერიოდში მიმართული უფრო დასავლეთისკენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სტრატეგიული პარტნიორობა და არაერთი ერთობლივი პროგრამა შეჩერებულია, 3 ათწლეულის განმავლობაში ნატოსთან თანამშრომლობამ ქართულ ჯარს დასავლური სტანდარტების საბრძოლო გამოცდილება და საერთაშორისო ავტორიტეტი მოუტანა. ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების შეფასებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია კვლავ იქცეს ნატოს საიმედო პარტნიორად რეგიონში, ხოლო ნატო საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად. უკრაინა კი რუსული კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას აგრძელებს. ომი უკვე აშკარად საჰაერო დარტყმების გაცვლის ფაზაში გადავიდა. სანამ ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია და მხარეები უმნიშვნელო გადაადგილებას აჩვენებენ, ძლიერდება ორმხრივი დარტყმებით მიყენებული ზარალი. თუ კი აქამდე მხოლოდ რუსული დარტყმების შედეგად ზარალდებოდა უკრაინა და ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ახლა უკვე უკრაინა განაგრძობს და ახერხებს რუსული ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დაზიანებას. შედეგად რუსეთში ბენზინის დეფიციტია. ბოლო დარტყმები უკრაინამ ტატარსტანში შეძლო და ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა დააზიანა. პარალელურად გრძელდება ჩრდილოვანი ფრონტის განადგურებაც. ირანში კი ომი განახლდა, ერთი თვის წინ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ ვერ იმუშავა. ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმის საპასუხოდ ამერიკულმა ავიაციამ ირანზე 80-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. ოფიციალურმა თეირანმა შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზას დაარტყა. ვითარება კრიტიკულია, მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. დღეისთვის სულ ეს იყო. დასასრულს გთხოვთ გამოიწეროთ საქართველოს ნიუსის არხები YouTube-სა და Facebook-ზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.